მე ვარ დარინა შავგულიძე, ცხოვრობ ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საზანოში, ვარ პედაგოგი, ყავს დიდი ოჯახი, მეუღლე და სამი შვილი. გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით ხილის პლანტაციები, ასევე გვიდგას ხეხილის ბაღები, ვაშლი და ქლიავი საკმაო რაოდენობით. ყოველთვის გული მწყდებოდა, როდესაც ვერ ვასწრებდით ამ ხილის დაკრეფას და დახარისხებას და გადავწყვიტე, რომ რამოდენიმე წლის წინ, 2 წლის წინ გამიჩნდა აზრად იდეათ, რომ ამეთვისებინა, როგორც ჩირად გამეკეთებინა. თავიდან დავიწყე მოყვარულის დონეზე ეს ყველაფერი და შემდეგ მივიღე პროექტში მონაწილეობა. გავიმარჯვე ამ პროექტში გრანტის სახით მერგოფულადი პრიზი, რითაც შევიძინე ჩირის რეჰიდრატორი, ჩირის საშრობი აპარატი და რამოდენიმე კვირა არის, რაც მიღებული მაქვს ეს აპარატი, 2 კვირა გახლავთ, მაგრამ არ ვჩერდები, ფუსფუსებ, მინდა ჩემი ხელსაქმე ვასიამოვნო არა მარტო ოჯახი, არამედ გავიდე სოფელშიდაც, ჩვენს რაიონშიდაც და ნახოთ ვარ დამწყები მე ჩირე ქალბატონის საზანოდან. მიუხედავად იმისა, რომ საზანო ცნობილია ყველის წარმოებით, ვფიქრობ, რომ ჩირებითაც გაუთქვა სახელი და ჩემი პატარა მცირედი წვლილი და როლი შევიტანო ჩემი სოფლის ოჯახის კეთილდღეობასა და განვითარებაში. საწყის ეტაპზე ვეცნობოდი ინტერნეტით. გამიჩნდა სურვილი, რომ მომეძია ინფორმაცია თუ როგორ კეთდებოდა და ხდებოდა ჩირების წარმოება. შემდეგ მიღებული ცოდნით არ დავკმაყოფილდი, ამიტომაც გავიარე ტრენინგები ჩირის მეწარმოების კუთხით და შევისწავლე კიდევ უფრო ბევრი და საინტერესო სხვადასხვა დასახელებები. თუ როგორ ვაწარმოოთ ასევე ჩირის შოკოლადთან ერთად, მაგის კურსებიც გავლილი მაქვს, ვაკეთებ ჩანაწერებს, ყოველდღე ვცდილობ განვითარდე და კიდევ უფრო მეტი ახალი სიახლე გავიგო. ვაწარმოებ ქლიავის ჩირს საკმაო რაოდენობით. ასევე ვაკეთებ ვაშლის ჩირს, სხლის ჩირს. ჩემთვის გამოწვევა იყო საწყის ეტაპზე ლეღვის ჩირის გაკეთება, თუმცა დავინტერესდი, არაჩვეულებრივი გამოვიდა, კმაყოფილი ვარ. ასევე მსხალი ძალიან გემრიელია და კარგი გამოდის და ვნახოთ, განვითარდები ნელ-ნელა ქიშმიშად ვცდილობ შევეჭიდო. ეხლა უკვე მოდის ხურმის პერიოდი, კარალიოკით ხურმით ავჩირავთ და ზამთარში რაც არ გავჩერდები, ესე მაქვს ჩანაფიქრი, რომ ციტრუსზე ვიმუშავ. თავიდან დავიწყე, ჩირავდი მზის დახმარებით ვაშრობდი ოჯახში, შემდეგ შევიძინე პატარა ზომის აპარატი 12 ლანგრით. დავინტერესდი ამით, რადგან მომეწონა, რადგან სისუფთავეც მეტი იყო, ხარისხიც მეტი იყო და ეხლა კიდევ მიღებული მაქვს დიდი აპარატი, რომელშიდაც ერთდროულად თავსდება 70 კილო დაჭრილი ხილი. ეს გრანტის სახით მოვახერხე მისი შეძენა. ძალიან კმაყოფილი ვარ, საოცარი გამოდგა, ნამზადიც გამოდის არაჩვეულებრივი, ფერსაც ინარჩუნებს, ძალიან გემრიელია, ხარისხიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი მაინც მგონია, რომ ეს არის ყოველგვარი დანამატების გარეშე. არავით არის შაქარი, ეს გათვლილი ასევე დიაბეტიანების კუთხითაც, ლეღვით, შაქარის ქლიავით და ასევე მომივიდა იდეათ, რომ გამეკეთებინა, რადგან ნატურალური თავსაწარმოების ჩემი მეგობარი, ჩვენი თანასოფლელი, უმაგრესი გოგოები ყავს სხვათა შორის და აი ამ თაფლით არის ნამზადი აკაციის და წაბლის თაფლით ვამზადებ, რომელშიც მოთავსებული არის 8 დასახელების ჩირი. ეს ჩირით მოთავსებული გემრიელი სასუსტნავი არის ყველაზე სასარგებლო გემოგლობინისათვის, ვისაც გემოგლობინი აქვს დაბალი და იმუნიტეტის ასამაღლებლად. ხილის რეჰიდრატორის შეძენის შემდეგ მიწევდა ხოლმე მაინც ხილის დათლა, ხილით მუშაობა, შემდეგ დაჭრა, რასაც ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე ისევ შემეძინა ხილის საჭრელი სლაისერი ეგრეთ წოდებული, რომელიც წამის უსწრაფესად მიჭრეს ჩემს ხილს, სასურველ ზომაზე, სასურველ ფორმაზე, სასურველი სისქის და ეს არის ჩემთვის ძალიან მომგებიანი დროის ფაქტორით. ეს დანადგარი მოწყობილობაც მოტანილი გვაქვს ვამუშავებ, როგორც ელექტრონულად, ასევე მექანიკურადაც ხდება მისი მუშაობა და ჩემთვის ეს კიდევ წინ წასული ნაბიჯია. ასევე ვეცდები, რომ ეხლა უმოკლეს დროში შევიძინო ხილის სათლელი, რადგან მიწევს ხილის დათლა
და ამასაც დრო მიაქვს და ნახოთ როგორ განვითარდები. მეხმარებიან ჩემი მეგობრები, პირველ რიგში მეხმარებიან ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი შვილები, დედამთილი, მამამთილი, ყველა ჩართული მყავს ამ საქმიანობაში, ჩემი მეუღლეც, ჩემი მეგობრები, ზოგჯერ როცა თავისუფალი დრო აქვს, მოდიან ჩვენთან ოჯახში. შემდეგ ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ უკვე ადგილზევე ოჯახშივე შევისყიდ ხილი, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ლეღვი, ტყემალი, ასევე ვაკეთებ ტილის კვერებს ვასხავთ, ასევე ვაკეთებ სხვადასხვა ზომის და სისქის ტყლაპებს, რომლებიც არის ნატურალური ესეთ შაქრის დანამატის გარეშე, ზოგი მჟავე, ზოგი მოტკბოგემოთი და შემდეგ ეტაპზე თუ კი განვითარდებით და ვფიქრობ, რომ აუცილებლად განვითარდები, რადგან დადებული მაქვს პირობა, რომ მე ვიქნები სასანოში ერთ-ერთი წარმატებული ქალბატონი, შევძლებ დავასაქმოთ ჩემი მეგობრები, ვაპირებ უკვე ოფიციალურად გავხდები მეწარმე, მცირე მეწარმე. ქალებს პირველ რიგში ჭირდება ჩემო კარგო ნდობა. ნდობა ეს არის ძალიან დიდი ფაქტორი, რომელიც ძალას გაძლევს. ნდობა ოჯახიდან, ნდობა მეუღლიდან, თავდაჯერება გვჭირდება და გვაკლია მანდილოსნებს იმაში, რომ გადავდგათ ნაბიჯები წინ და წინ. ჩვენ ვაკეთებთ ძალიან ბევრ საქმეს ოჯახში, თუმცა ეს არის რუტინული ცევები და ჩვევები. ჩვენ გვჭირდება ხელშეწყობა. ცოტათი ალბათ ვიტყოდი, რომ ეკონომიური თვალსაზრისითაც, რადგან დღეს ყველაფერი ფულთან ასოცირდება. როცა გვექნება ეს საწყისი ნაბიჯებისათვის, თუნდაც მინიმალური რაოდენობის თანხა, დარწმუნებული ვარ, ყველა ქალბატონი შეძლებს აკეთოს ის, რაც მათ სულშია, გულშია და რაზედაც უოცნებია. და მე ვიყო ის პირველი, თუნდაც მე რამდენე არ ვიცი ადამიანი, რომლებიც ვიქნები მათთვის სტიმულის მიმცემი. ჩემი ძირითადი საქმიანობა არის მასწავლებლობა, გახლავართ პედაგოგი, ინგლისური ენის მასწავლებელი და ასევე ხელოვნების. თუმცა არ მიშლის ეს საქმიანობა იმაში ხელს, რომ თავისუფალ დროს ვაკეთო, ვაწარმოო ჩირები და გავძლიერდი ამ კუთხით. გავძლიერდი არა მარტო პიროვნულად და მივიღო მეტი ცოდნა, მეტი წინგადადგმული ნაბიჯები მომავალი ცხოვრებისათვის, არამედ ეკონომიური თვალსაზრისით. საზანდარი ეს არის დაუვიწყარი გემო, დაუვიწყარი ემოცია, რომელიც შექმნილია ძალიან დიდი სიყვარულით ქვედა საზანოში.